არ ვიცი ვის უნდა მესმოსმენა, მაგრამ ზოგადად მჯერა რომ თუ გამიჩნდა ვიდეოს ჩაწერის სურვილი, ანუ არის ადამიანი, ვისაც ეს სჭირდება რომ გაიგოს, ამიტომაც გთხოვთ მიეცი ადამიანებს უფლება იფიქრონ როგორც უნდა. თუ ადამიანი რაღაც ცვლიდა გემართა ძალიან ვიღაც ადამიანთან, ანუ მიმართებაში, ანუ ორს დაგემართა ჩხუბიან კამათი და ამ მეორემ გაარცელა რაღაც ძალიან ცუდი შენზე რა, რომ ისეთი იყო, ასეთი იყო, მაგრამ რეალურად ეგრე არ ყოფილა, მაგრამ ვინც მოისმინა რომ ასეთი ყავ შენ, დაიჯერა, მიეცი უფლება დაიჯეროს. თუ ადამიანს მართლა გაფასებს, მოვა და გკითხავს, რომ მართლა ეგრე იყო. თუ არ გკითხა, მიეცი უფლება იფიქროს როგორც უნდა. დაანებეთ. და ამის გაგება სულ მიჭირდა მართლა მეთქი არა უნდა დაუმტკიცო, არა უნდა დაანახო, რომ არასწორია ეს აზრი, ეს უფრო სწორია, მაგრამ ადამიანი დაინახავს იმას, რაც უნდა ხდებით. თუ დაიჯერა, ანუ ეგრე აწყობს, ეგრე მოწონს რომ დაიჯეროს, იცი, მაგიტო არ მოვიდა, მაგიტო არ გკითხა შენი ისტორია როგორია და მარტო მის მონაყოლს დაუჯერა. ეგეც მინდა გახსოვდეთ. მე ძალიან ეგეთი შემთხვევა არ მქონია, მაგრამ მიახლოებით იყო ესეთი რაღაცა, რომ რაღაც გამივრცელეს, აი ახლო ადამიანმა დაიჯერა, იმის მაგალითად მე მკითხოს, დაიჯერა, უბრალოდ დაუჯერა მაგ ადამიანს. ძალიან მწუხვარ, ვისაც ეგეთი რაღაც გემართება და ძალიან მწუხვარ, ვინც იჯერებთ ეგეთ რაღაცებს. ამიტომაც ძალიან იშვიათია, რომ ჭორებიც მჯერა მართლა, ძალიან იშვიათია. თუ არ დავინახე მე, თუ არ რაღაცნაირად, ნახე რა ვიცი, სხვანაირად ვერ დავიჯერებ.